გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. წინა ვიდეოში გადავიღეთ ტრეიდინგის ეპიზოდი მეოთხე, მარკეტის სტრუქტურა იყო, მარტივი სტრუქტურა, სტრუქტურის ცვლილება, რისკ მენეჯმენტი და ორდერები, დიდი მასალა იყო და ეხლა მინდა გადავიღო თუ რა არის ორდერ ბლოკი და ბრეიკერ ბლოკი. ეხლა გადავიდეთ ჩარტზე და შევხედოთ თუ რა არის და ავხსნათ ყველაფერი რა როგორ. გადავიდეთ ჩარტზე, გავადიდებ ახლა. აქ დახაზული მაქვს, რომ აღარ ვიწვალოთ და რა არის ორდერ ბლოკი. აი ორდერ ბლოკი იწერება ესე, ორდერ ბლოკ, ხო? და რა არის ეს ორდერ ბლოკი? ორდერ ბლოკი არის ფასის მიწოდების ცვლილება. ანუ ფასი როდესაც იცვლება მაგალითად ბეარიშიდან ბულიშზე როდესაც გადადის, აი ის სანთელი ხდება ხოლმე ორდერ ბლოკი და აი აქ მაქვს დახაზული, შეხედეთ, ანუ რას გულისხმობ? თუ კი მარკეტი იყო დაღმავალი კონდიციის, ხო, აი ესე მოდიოდა ქვემოთ და გააკეთა ზემოთ მოძრაობა უკვე, ანუ დაიწყო ზემოცვლა, ხო? აი აქ უკვე აი ამ ადგილას გვიტოვებს ორდერ ბლოკს და როდესაც ამ ორდერ ბლოკში ჩამოვა ფასი, რეაქცია უნდა დაგვიტოვოს და ივაჭროს ზემოთ. ეხლა ავხსნათ თვითონ ორდერ ბლოკი როგორი სანთელია. აი შეხედეთ ეს ხო ქვემოთ მოდიოდა. მაგალითად მარკეტი ქვემოთ მოძრაობს, მოხსნა რაღაც ლიკვიდობა დაუშვათ და მარკეტს უკვე უნდა რომ ზემოთ დაიწყოს სვლა და რა ხდება? აი აქ უკვე იწყება ფასის მიწოდების ცვლილება, ანუ change in state of delivery, ამას შემოკლებით CISD ქვია. ანუ CISD დაუძახით, მე მგონი რომ მარტივი სათქმელია და შეხედეთ როგორ ნიშნება ეს ორდერ ბლოკი. ანუ ტანი უნდა მონიშნოთ, აი აქ რაცა ტანიდან ტანამდე, ხო? და აი ამას ესე გამოწევთ და აი ეს ადგილი რაც არის, ხო? აი ეს მონიშნული რაც გვაქვს ტანით ინიშნება და აი ეს ადგილი არის ორდერ ბლოკი, აი ამას ქვია ორდერ ბლოკი, ეს არის ბულიsh ორდერ ბლოკი, რადგან ფასი უკვე აღმავალზე გადადის, წითელი სანთელი კი ანუ ბეარიშია სანთელი, მაგრამ ბეარიშ სანთელს ქვია ბულიsh ორდერ ბლოკი. ეხლა ნახეთ რა შვება ბაზარი. მაგალითად ჩამოვიდა ქვემოთ, აიღო რაღაცა სახის ლიკვიდიტი, ანუ sell side ლიკვიდობა აიღო ქვემოთ და ბაზარმა ნახეთ რა ქნა ორდერ ბლოკი რო შეიქმნას, უნდა გადაცდეს სანთელი დიდი სანთლით, აი აქ როგორც იმპულსური სანთელია, ისეთი სანთლით უნდა გადაცდეს. შეხედეთ, ფეთქებადი სანთელია. გადაცდება თუ არა, ჩვენ უკვე შეგვიძლია დაუძახოთ აი ამ ადგილს, აი ამ სანთელს ორდერ ბლოკი, ხო? და ჩვენ ეს რაში გვეხმარება, რომ ანუ რა შეგვიძლია გამოვიყენოთ. როდესაც ეს ორდერ ბლოკი შეიქმნება, ბაზარი ივაჭრება ზემოთ და ჩვენ უბრალოდ დაველოდებით, რომ ჩამოვიდეს აი ამ ორდერ ბლოკში. ეს ორდერ ბლოკი არის აი როგორც fair value gap-ი რო ახსენი, ხო? შეწინააღმდეგების ზონა რაც იყო, აი იგივე პრინციპია, ჩამოდის ბაზარი ამ შეწინააღმდეგების ზონაში, ანუ ორდერ ბლოკში და აქედან პოულობს რეაქციას და ივაჭრება ისევ ზემოთ. ეს არის ორდერ ბლოკის პრინციპი, თუ როგორ მუშაობს, როგორ უნდა გამოვიყენოთ, როგორც fair value gap-ი ეწინააღმდეგებოდა, ისეა ზუსტად აი ეს ორდერ ბლოკებით და ასევე მინდა გითხრათ, თუ გახსოვთ fair value gap-ის 50%-იან დონეს ერქვა consequent encroachment-ი და აი ამას ქვია ორდერ ბლოკის 50-იან დონეს min threshold-ი. ეს არც გჭირდებათ, ისევ გიმეორებთ, მთავარია ლოგიკა იცოდეთ, რომ 50-იანის ზემოთ თუ იხურება ტანით, კაის ნიშანია, მაგრამ თუ ტანი დაიხურება, დაუშვათ აი ასე, ხო? 50-იანის ქვემოთ, ესე იგი ნიშნავს, რომ უკვე ბაზარი ცოტა, ანუ ეს ორდერ ბლოკი ცოტათი სუსტია და ეს უკვე ნდობის ფაქტორია რა. მე მაგალითად არ ვენდობი ხოლმე, თუ 50-იანის ქვემოთ ჩამოდის, უკვე ვთვლი, რომ სუსტია ფასი, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე მომენტები, რომ შეიძლება ივაჭროთ რა. ეს არის
order block-ი, ეხლა მოდით განვიხილოთ, რავი, რამოდენიმე მაგალითი უბრალოდ და აი აქაც აქ მოვინიშნოთ თუ რომელია order block-ი, ანუ order block-ი იქნებოდა აი დაახლოებით ესე, ხო? აი ეს არის order block-ი და ეხლა გადავიდეთ ცოტა double time frame-ზე, ვნახოთ სად არის order block-ი, როგორი სანთელია. აი მივახლოთ და დავაკვირდით. აი მაგალითად ესენია. აი ეს სანთელი მოდი ისავიღოთ. აი აქ თუ ხედავთ. ეხლა მივახლოვებ კიდე. აი ეს სანთელი აი ამან აიღო დავუშვათ აი ეს ლიკვიდობა ფასმა, ხო? ანუ ლიკვიდობას რატო ვიძახი, რომ ფასის ცვლილება ზოგადად და ფასის მიწოდება იმ დროს იწყება, ანუ ფასი მაშინ იცვლება, როცა რაიმე სახის ლიკვიდობას მოხსნის ხოლმე ბაზარი, იმიტომ რომ ზოგადად ხო ბაზარი ფულის გამო დადის, რომ ფულები ახვეტოს და როდესაც ამ ფულებს ახვეტავს, უკვე ბაზარმა იცის, რომ ფული აღებულია, საქმე შევასრულე და აი აქედან უკვე ბაზარი ფიქრობს, რომ უნდა წავიდეს ზემოთ და იწყებს ფასის მიწოდების ცვლილებას. ან თუ იყო ბეარიში, აი ესე მოდიოდა ქვემოთ, აი აქედან ხდება ბულიში, ხო და მიწოდება იცვლება და სანთლებით ნახეთ როგორი აღმავალი. აი ეს სანთელი ეხა აი რაც მაქვს, აი ეს სანთელი მონიშნული, ტანით მაქვს მონიშნული და ეს არის უკვე ბეარიში სანთელია, მაგრამ ეს არის ბულიში order block-ი. შეხედეთ რა შვება სანთელი. აი ეს ხო აიღეს რაღაც ლიკვიდობა. მაგის მერე წავიდა ზემოთ და ნახეთ სად დაიხურა, ანუ აი ამ ტანის ზემოთ დაიხურა. დიდი სანთლით, აი როგორც გეუბნებოდი. ხო? ანუ გადაცდა ამას, ფასის მიწოდება შეიცვალა უკვე ბეარიშიდან გადავიდა ბულიში და ამის შემდგომ ჩამოდის ქვემოთ 1 სანთლით, არესპექტებს, ხო, 50-იანის ქვემოთ აღარ ჩამოდის, შეხედეთ ორივე სანთელი როგორ არესპექტებს და აი აქედან უკვე იწყება ზემოთ აღმასვლა და შეხედეთ მართლა როგორ შეიცვალა ფასის მიწოდება. ნუ აქაც რა მოხდა? აი ავიდნენ ზემოთ, აქაც რაღაცა ლიკვიდობა მოხსნეს, ანუ swing high-ზე ხო ლიკვიდობა მოხსნეს რაღაც buy side liquidity და აქედან ისევ გააგრძელეს ქვემოთ სვლა რა. ეს არის order block-ზე რაც მინდოდა მეთქვა, მოდი კიდევ განახებთ order block-ს, აი ესეც, აი ეს შავი სანთელი, ესეც order block-ია. ნახეთ რა მოხდა, შეიცვალა ისევ ხო ეს მიმართულება ფასმა, ჩამოდის და არესპექტა ისევ წავიდა ზემოთ. order block-ებს ვიყენებთ ხოლმე ესე, ანუ როგორც წინააღმდეგობის ზონა, ხო? ანუ როგორც fair value gap-ზე იყო, რა ზუსტად იგივე პრინციპია და აი ასე ვიყენებთ და ეხლა მინდა ავხსნა breaker block-ი რა არის და breaker block-ს რანაირად ვიყენებთ, ხო? აი ეხლა შეხედეთ, მოდი ისე high time frame-ზე გადავალ იქ დახაზულებს. თუ კი order block-ი იყო აი ეს ადგილი, ხო? აი ჩვენ რაც მოვინიშნეთ, თუ order block-ი არის აი ეს, ხო? რაც მონიშნულია. აი ეს bearish ქვემოთ მოძრავი სანთელი რაც იყო, ხო? თუ ეს order block-ი დადისრესპექტდება, აი ასე, ამ დადისრესპექტებულს ქვია უკვე breaker block-ი და ზუსტად ეს არის inversion fair value gap-ის პრინციპით, ანუ თუ გადმოცდა და დადისრესპექტა სანთელმა, ანუ ესეთი ჩამოვიდა, ჩაიხურა ქვემოთ, ტანით ოდნავ გადმოცდება თუ არა, ნიშნავს რომ აი ეს order block-ი დადისრესპექტა და უკვე ამ order block-ს ვეძახით breaker block-ს და პრინციპი და წინააღმდეგობა როგორ იცვლება. თუ ვიცოდით რომ order block-ს აი აქ უნდა დაეჰოლდა და წასულიყო ზემოთ, ამის მაგივრად პირიქით ჩამოვიდა ტანით, ქვემოთ დაიხურა ესე, პატივი არცა, ანუ დაადისრესპექტა და აი აქ ზემოთ რო ავა, ხო? აი აქედან უკვე ველოდებით რომ აი ესე ქვემოთ ჩამოვიდეს ფასი. ეს არის breaker block-ი ესე იწერება ინგლისურად და 15 წუთიანზე გაჩვენებთ ამის მაგალითსაც, ესეც არ უნდა იყოს რთული გასაგები, თუ fair value gap-ს გავუგეთ რომ რა იყო, მაგალითად fair value gap და inversion-ი, ზუსტად იგივე პრინციპია, უბრალოდ წინააღმდეგობის ზონებია და
შეხედეთ ახლა რა არის? აი აქ შეხედეთ. ეს იყო ხო order block-ი. Order block-ი იყო, ჩამოვიდა აი აქ. აქ რო ჩამოვიდა, ნახეთ რა ქნა. ხო? დაარესპექტა და ისევ წავიდა ლიკვიდობის მოსახსნელად. აი მთლიანი პროცესიც რო ავიღოთ რა. აი აქ მოხსნა ლიკვიდობა, ხო? ჩამოვიდა და აქ უკვე იფიქრეს, რომ всё, მე მინდა რომ ფული ზემოთ ავიღო და დაიწყეს ფასის ცვლილება. აი აქ ეს order block-ი რაცა გვაქვს. აი ეს მთლიანად ტანით მონიშნოთ ახლა რომ აქაც არ დავიგნეთ ისე. აი ამაში ჩამოვიდა ფასი, ხო, რო ჩამოვიდა დაგვირესპექტა და აქ უკვე გვეუბნება რომ მართლაც ფასის მიწოდება შეიცვალა და ზემოთ დაიწყო მოძრაობა. აი აქაც ზუსტად იგივეს იმეორებს. order block-ი იყო, ფასის მიწოდება შეცვალეს, ხო? და ჩამოდის ქვემოთ ამ order block-ში 50-იან დონემდეც ვერ მივიდა, რეაქცია იპოვა და წავიდა ზემოთ. ზემოთაც წავიდა. ლიკვიდობის მოსახსნელად. აი ეს ლიკვიდობა მოიხსნა თუ არა, ისევ შეიცვალა ფასი და ჩამოვარდა ქვემოთ. მაგრამ ჩვენი ლოგიკა თუ იყო რომ ეს ბულიშია, ანუ ეს ტრენდი ხო აღმავალია ახლა აი აქედან, ხო? აი ეს ავიდა, ჩამოვიდა, ავიდა, აი აქ ავიდა, ჩამოვიდა, ავიდა და აი აქ რო ჩამოვიდა, ხო? რადგან აქ იყო order block-ი, ვფიქრობდით რომ ამან უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა და აი ისევ ზემოთ წასულიყო, მაგრამ ამის მაგივრად ნახეთ რას აკეთებს. პირიქით გადმოვიდა, გადმოცდა აი ამას გადმოცდა, ტანით, აი შეხედეთ, სად ჩახურა, დაადისრესპექტა, შეხედეთ, აი აქედან წამოვიდა ქვემოთ, ხო? და ამის მერე ადის ამ ხელა ქვემოთ ჩამოსვლის მერე ავიდა აი ამ breaker block-ში უკვე, რადგან ამით დაადისრესპექტა, order block-ი იყო, დაადისრესპექტა, გადაიქცა უკვე breaker block-ად. breaker block-ი უკვე არის წინააღმდეგობის ზონა, ადის ამ breaker block-ში, ნახეთ რეაქციას პოულობს და მოდის ქვემოთ. ეს ახლა არის მიმდინარე ბაზარი და არ ჩანს კიდე ახლა რა მოხდება, მაგრამ ლოგიკურად რაც მოხდა ბაზარზე, ახლა ეგ წავიკითხეთ, ანუ იყო order block-ი, მოდი გადავახვიოთ. აი ეს გადავახვიოთ და ნელ-ნელა მივყვეთ რა მოხდა და როგორ მოხდა, ხო? აჰა. გადავახვიოთ კიდე. აი შეხედეთ, აი აქ უკვე, ხო? შესაძლებელი იყო რომ entry აგვეკეთებინა, აი აქ ფასი რო ჩამოვიდა, რადგან ეს უკვე order block-ია, ხო? აი ამ სანთლებით გადაცდა, ეს არის უკვე order block-ი. order block-ში ჩამოვიდა, ყველაზე კარგ ვარიანტში გინდათ რომ stop loss-ი თქვენი ან ზარალის გაჩერება დააყენოთ ამ order block-ის ქვემოთ და მოგება იყოს მაგალითად აი აქ buy side liquidity, რადგან ვიცით რომ იქ უნდა წავიდეს და swing high-ებზეა ლიკვიდობა ან ზემოთ ან აი აქ, ხო? და აი ასე შევიდოდით entry-ს გავაკეთებდით, ნახოთ ეხლა რა მოხდებოდა, ხო? ნუ ვიცით უკვე რაც მოხდა, მაგრამ მაინც შევხედოთ. ფასი ოდნავ კიდე ჩამოვიდა ქვემოთ, აქაც fair value gap-ი იყო ამ order block-ში შექმნილი, ჩამოვიდა და მიდის მოსახსნელად ლიკვიდობის, ხო? ავიდა მერე მოხსნა ლიკვიდობა და რა გააკეთა ეგ ვნახოთ. აი აქ რო შეხედოთ, წავიდა ბაზარი, ანუ ამ order block-მა ნახეთ რა ქნა, აი აქ ხო დაჰოლდა, ზემოთ გაუშვა და ეხლა შეხედეთ, აი აქ შეიძლება მოტყუებულიყავით, იმიტომ რომ აი აქ ნახეთ როგორ დაიხურა 50%-იანი ზემოთ, აქ თუ entry-ს გააკეთებდით, რეალურად წააგებდით, მაგრამ ამ ხელა ძლიერი მოძრაობის მერე და ლიკვიდობის აღების მერე აი აქ რამდენად ვალიდური იქნებოდა ეგ თქვენ გადაწყვიტეთ ვაჭრობა, ან ჩემი აზრით არაა ვალიდური და აი აქ შეხედეთ, ამის შემდეგი სანთელი ნახეთ რა შვება. ანუ აი ამ მწვანე ზონას გადმოცდა თუ არა, აი ოდნავაც ქვემოთ რო ჩამოეხურა, ხო? გამოვიდოდა რომ დაადისრესპექტა, ანუ აი ეს ადგილი დაადისრესპექტა და ეს order block-ი უკვე გადაიქცა breaker block-ად და breaker block შეგიძლიათ ეს პატარაზე 2B დააწეროთ, ეს უკვე breaker block-ია.
ამის შემდეგ ჩვენ რასაც ველოდებით ხოლმე ის არის, რომ ავიდეს ფასი აი ამ არეალში. აი ნახეთ, ავა ახლა ამ ბრეიკერში. აი შეეხო, ხო, აი ამ ბრეიკერს. ნახოთ ახლა რა გააკეთა. ბრეიკერს შეეხო. ქვემოთ ჩამოვიდა, ახლა აქ შეგიძლიათ რომ მაგალითად აი sell მიგეცათ, ხო, დაუშვათ, აი აქედან გავყიდოთ, stop loss დავაყენებდით აი აქ. take profit იქნებოდა აი აქ, რადგან ძირი არის, ხო, ასაღები. და აქამდე არც მისულა ჯერ მარკეტი, მაგრამ აი შევხედეთ რომ რეაქცია დაიტოვა ბაზარმა, აი აქ რეაქცია დაიტოვა და გამოუშვა ფასი ქვემოთ. ეს იყო მეგობრებო ამ ვიდეოში რაც მინდოდა რომ მეთქვა, ანუ ჩვენ თუ ვიცოდით რომ წინააღმდეგობის ზონები იყო იმბალანსები, ანუ fair value gap-ი, inversion fair value gap-ი, აი ესეთი ზონები რაც ახსენეთ ეგ იმბალანსები, ან ეხლა კიდე დაგვემატა order ბლოკები და breaker ბლოკები, ხო? ანუ ეს ყველაფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ ესე, როდესაც ლიკვიდობას აიღებს და შეატყობთ რომ ფასის ცვლილება იწყება, ანუ CISD, ხო, ფასი როდესაც შეიცვალა, აქ უკვე ვალიდურია რომ ლონგი გახსნათ სადღაც ზემოთ ლიკვიდობის აღებამდე. და breaker-ის გამოყენებაც განვიხილეთ უკვე როგორ უნდა. ამ ვიდეოში ჩემი სათქმელი ამოვწურე. მადლობას გიხდით ყველაფრისთვის და დაგემშვიდობებით ახლა თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, რავი, გამოიწერეთ არხი რომ არ გამოგჩეთ უბრალოდ რასაც დავდებ და შემდეგში იქნება უფრო ინფორმაციული ვიდეო. ვფიქრობ რომ შემდეგში ახსნი SMT დივერგენციას. კიდევ ერთხელ მადლობა და კარგად.